ჩემო, დღეს ეს ის შემთხვევა, როდესაც ნამდვილად არ მინდა ჩვენი ფინალისტების ადგილას ყოფნა ამ წამს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, ალბათ არც ვიცი, წარმოუდგენლად ნერვიულობენ ისინი. მე კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ყველა კომპანიას, რომლებმაც დააჯილდოვეს ისინი და ეხლა დაპირებული სიურპრიზი, ძვირფასო მაყურებლებო. ჟიური ახლა დაასახელებს თავის ფავორიტს და გადასცემს ძალიან მაგარ პრიზს. გეგა, გისმენთ! ესე იგი, ძალიან ბევრს უყურეთ და ბოლოში დაგვრჩა 12 ყველაზე საუკეთესო. რომლიდანაც არჩევა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. მაგრამ ჩვენ ვიბჭეთ და ხო. კარგი პრიზი გვაქვს. რომელიც არის არაჩვეულებრივი, ახალთახალი, ძალიან სწრაფი, ძალიან ძლიერი ავტომობილი. Hyundai აქცენტი. აი, უკან ეკრანზე ჩანს. მაგარია. გადაეცემა ჟიურის რჩეულს. ვის? ნონა გიუნაში. გილოცა ნონა. ძალიან მაგარი პრიზებია, მოკლედ გაგიჟებული ვარ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ესეც არ არის ყველაფერი. არა. ჩვენს პარტნიორს საქართველოს ბანკს აქვს არაჩვეულებრივი საჩუქარი. და მისი წარმომადგენელი მინდა ამ სცენაზე მოვიხმო სასწაული პრიზის გასაჟღერებლად. ნინი ბუგია! სასწაული დღეა, სასწაული. საოცრება მართლა. ნინი მოგესალმები. საღამო მშვიდობისა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი აუდიტორია ხართ. დიდი მადლობა ძვირფას ჟიურის და რა თქმა უნდა ყველა ნიჭიერს. თქვენ რო არა ეს შოუ ასეთი ფანტასტიკური არ გამოვიდოდა. საქართველოს ბანკი აი უკვე 2 წელი არის პროექტ ნიჭიერის მხარდამჭერი. შესაბამისად საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ნიჭის განვითარებას საქართველოში. ამის გამო შეიქმნა ნიჭის განვითარების ფონდი, სადაც სულ ჩარიცხულია თქვა 180,000 ლარი. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, თიკა, რომ დღეს ყველა გამარჯვებული არის. ანუ დღეს 12-ვე ფინალისტი დაფინანსდება ამ ფონდის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიამ დალალიშვილს 10,000 ლარი. ალიგატორს 10,000 ლარი. ნინიკოს 10,000 ლარი. ნონა შენ 10,000 ლარი. ოთო 10,000 ლარი. 10,000 ლარი ლურჯიელქას. საქართველოს ბანკის რჩეულს 10,000 ლარი ასევე. თესელვარს 10,000 ლარი. ჯგუფ დაიმონდს 10,000 ლარი ასევე. შენ საყვარელო ლუკა 10,000 ლარი. აკრობუქს რა თქმა უნდა 10,000 ლარი და შენ საყვარელო ლამაზო ლენკა 10,000 ლარი შენს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ეს ყველაფერი არ არის. მე ხომ თქვი 180,000 თქვა. ხო. საქართველოს ბანკი აქვე სიამაყი თავის რჩეულსაც გამოაცხადებს თუ ნებას დაგვთავ. მე საქართველოს ბანკის რჩეული დღეს არის ძალიან ნიჭიერი და ძალიან მაგარი გოგოები თიკა. აკრობუმი რომელთაც 20,000 ლარი თქვენ. ბრავო! მაგრამ ესეც ყველაფერი არ არის. ესეც ყველაფერი არ არის და თავარი პრიზი გამარჯვებულს, რომელსაც სულ რამდენიმე წამში გავიგებთ ყველა. რა უნდა? თავარი, ეს კი 2012 წლის ყველაზე ნიჭიერ საქართველოს ბანკისგან დღეს ერგება 40,000 ლარი. ეს ნიშნავს, რომ ჯამში ის 50,000 ლარს მიიღებს. ასე რომ ყველა გამარჯვებულები ხართ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. სიტყვები არ ყოფილი, სიტყვები. ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა მე. დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, დიდი მადლობა. საქართველოს ბანკმა მართლა წარმოუდგენელი საჩუქარი გაუკეთა ჩვენ ფინალისტებს. ღმერთო ჩემო, არა ვარ კარგად მომიგო მიშველე. მოკლედ
ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მერე დამშვიდება ყველას გილოცავთ ამ საჩუქრებს. გამარჯვებულია ყველა მაგრამ ნამდვილად. ვანიკო, ეხლა უნდა გადავიდეთ ყველაზე მთავარ ნაწილზე. მოვეგზავნოთ ყველა. ჩვენ გვაქვს შედეგები. ძალიან გთხოვთ სიჩუმეს რომ მე კარგად გავიგო და ზუსტად დავასახელო ეს რაოდენობა. თუში 93,163 ზარი. ხმების 28,2% მიიღო მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა. ნიჭიერის მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა ხატვარი გორიდან ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი და ასევე დეველოპერული კომპანია ორგი ჯგუფი მას გადასცა და რუსთავიანმა მას გადასცა სასტუმროს ნომერი ბათუმის აბათ ჰოტელში გილოცავთ და ასევე ეს იყო გრანდიოზული ფინალი, გრანდიოზული დაკვირვება, გრანდიოზული პროექტი სასახელად ნიჭიერი. კიდევ ერთხელ მიულოცავთ ნონა. ნონა, 2012 წლის ყველაზე ნიჭიერი ადამიანი. გილოცავთ ყველა ხალხო, ეს არჩევანი თქვენ გააკეთეთ. ბრავო! ხმესო ჩემო. ვანიკო, სასწაული. მე არ ვიცი. დღეს რამე ნამდვილად ვერ დავიცი და იმდენი ემოცია მივიღე. ძალიან დიდი მადლობა დარბაზს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. საქართველოს ბანკს და ყველა იმ სპონსორს, რომლებმაც ესეთ დაასაჩუქრეს ჩვენი ფინალისტები. ვანიკო, მადლობა შენ. მადლობა შენ, თიკა. ყველა ადამიანს ვის მუშაობს ამ პროექტზე ჩვენ. გემშვიდობებით შენ.